ჯონ ბევირი, გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მეხუთე, ერთგული. პავლე მოციქული თავის თავს და აპოლოს იესო ქრისტეს მსახურებს და მათთვის მინდობილი მრავალმხრივი ნიჭის მნეებს უწოდებს. წინა თავში გავიგეთ, რომ ეს იდენტობა მხოლოდ ამდით წმინდანს ან ამჟამინდელი ეკლესიის წინამძღოლს არ ეკუთვნის, არამედ ყველა მორწმუნეს. მე და თქვენ იესო ქრისტეს მსახურები ვართ და ამ საქმის შესრულებაში უმთავრესი გზა ჩვენთვის მონდობილი ნიჭის კარგი მნეობა გახლავთ. ახლა ყურადღებას მნეების მოვალეობებს მივაპყრობთ და აქ მხოლოდ ერთი თვისება არის ნახსენები, ერთგულება. სანამ სიღრმისეულად განვიხილავდეთ, იმ ფაქტზე დავფიქრდეთ თუ რატომ არ არის ჩამოთვლილი 2, 3 ან 4 მახასიათებელი. პავლეს შეეძლო გამოეცხადებინა, რომ ნეებისგან მოითხოვენ სიხარულის გამოხატვას, ან ძლიერებას, ან წმინდა წერილის კარგცოდნას, ან თანაგრძნობას, ან რომელიმე სხვა ღვთიურ თვისებას. რასაკვირველია, არ უარყოფ ყველა ამ თვისების მნიშვნელობას. უბრალოდ მინდა გამოვყო, რომ ნახსენებია მხოლოდ ერთი და ეს სავალდებულოა. ამრიგად მნიშვნელოვანია დამკვიდრდეთ ამ ერთ სათნოებაში თუ გსურს კარგი მნეები ვიყოთ და ბატონისგან შექება დავიმსახუროთ. ერთგულების განსაზღვრება. პატივი მქონდა მიმემართა მთელი მსოფლიოს ქვეყნების წინამძღოლთა გუნდებისთვის. არა მარტო მსახურებაში მყოფთათვის, თუმცა უმრავლესობას ისინი წარმოადგენდნენ, არამედ კორპორაციებში, ხელისუფლებაში, ბიზნესში, განათლების და სპორტის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის. რამდენჯერმე ვთხოვე გუნდის წევრებს, რომ განემარტათ სიტყვა ერთგულება. წინამძღოლები როგორც წესი ხალისით ლაპარაკობენ. თითქმის ყველა სფეროდან ანალოგიური პასუხების მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მათგან ყველაზე პოპულარულების სია შემედგინა. მტკიცე, თანმიმდევრული, სათნო, სარწმუნო, თავდადებული, ჭეშმარიტი, ნდობა დამსახურებული, მიძღვნილი, პატიოსანი, უდრეკი, მორჩილი. სხვა განმარტებებით შემომთავაზეს, მაგრამ ესენი მათ შორის ყველაზე პოპულარული გახლდათ. უფრო მეტიც, ყველა ეს განმარტება ლექსიკონების განსაზღვრებებსა და სინონიმებს შეესაბამებოდა. არსებობს ერთი არსებითი ხასიათის განსაზღვრება, რომელიც არ მომისმენია არც ერთ ვითარებაში. გამრავლება. ალბათ დაუყოვნებლივ ვიკითხავთ, გამრავლება? ეს არ არის ერთგულების განმარტება. შესაძლოა ენის უცოდინარობაც დამწამოთ, როგორც ჩემი ყოფილი ინგლისურის მასწავლებლები იქცეოდნენ. და მაინც გარწმუნებთ, რომ ამ თავის დასასრულს არა მარტო დამთანხმდებით, არამედ გამრავლებას ერთგულების ყველაზე მნიშვნელოვან განსაზღვრებათაც ჩათვლით. იგავი ტალანტებზე. გამრავლების წარდგენისათვის მივმართოთ იესოს იგავს ტალანტებზე. გთხოვთ გულმოდგინეთ წაიკითხოთ, თუნდაც აქამდე მრავალჯერ გქონდეთ გადაკითხული. ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა. მათეს სახარების 25 თავის მე-14 მუხლი. უპირველეს ყოვლისა, ეს იგავია, ამიტომ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და არა პირდაპირი. ამრიგად ის ბიბლიური გაგების ღვთის სიტყვის სრულყოფილი რჩევის საფუძველზე უნდა განმარტოთ. ხანგრძლივ მოგზაურობაში წასული ადამიანი იესოა. მნე ყველა მისი მსახურის მიმართ მიძღვნილია, ისინი სიმბოლურად მე და თქვენ ვართ. ამის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ, რომ მოგზაურობა ხანგრძლივი და ორი ფაქტის შემცველია. პირველი უკვე 2000 წელზე მეტი გავიდა, რაც იესომ იმ სამეფოს მნიშვნელობა მოგვანდო, რომლისთვისაც მოკვდა. ცხადია, ის ჯერ არ დაბრუნებულა, მაგრამ ისტორიის ამ ეტაპზე კარგა ხანი გავიდა. გარდა ამისა, ეს იგავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნეობა მიკრომენეჯერობას არ ექვემდებარება. იგავში კაცი შორს წავიდა და ყოველ თვე არ ბრუნდებოდა უკან მნეობის მიმდინარეობის შესამოწმებლად. იგავის თანახმად, მსახურების საქმიანობა დაბრუნებამდე არ შეუმოწმებია. მოდი იგავი გავაგრძელოთ. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და სხვას 1. თითოეულს მისი შეძლების მიხედვით და წავიდა. მათეს სახარების 25 თავის მე-15 მუხლი. ამ ამბავში მსახურებს ფული მიანდეს. ბიბლიის ბევრი თარგმანი იყენებს სიტყვას ტალანტი და ეს ყველაზე ზუსტია, ვინაიდან ბერძნულ დედანში იხმარება სიტყვა ტალანტონ. ტალანტი წონის ერთეულია და ძირითადად ვერცხლისა და ოქროს ასაწონად გამოიყენება. ერთი ტალანტი დაახლოებით 75 ფუნტს უტრის. ექსპერტთა შეფასების მიხედვით, ერთი ტალანტი ვერცხლი დაახლოებით 18,000 ამერიკულ დოლარს უტოლდება. სხვა შეფასებები უმნიშვნელო სხვაობას იძლევა. ყველანი თანხმდებიან, რომ ახალი აღთქმა ტალანტს საკმაოდ დიდ თანხად თვლის. 75 ფუნტის ვერცხლით სავსე ჩანთა ხურდაფული ნამდვილად არ იქნება. ვფიქრობ, რომ ვერცხლის ზუსტი ოდენობა არსებითი არ გახლავთ ამ იგავში. დაბეჯითებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთი ტალანტი საკმაოდ მნიშვნელოვან პასუხისგებლობას წარმოადგენდა. არ მგონია, რომ იესოს ფული ჰქონოდა მხედველობაში, თუმცა პრინციპში ამის გამორიცხვა არ შეიძლება.
იესო იგავში იშვიათად იყენებდა ზუსტ საგანს, რის შესახებაც ასწავლიდა. იგი ხორბალს იყენებს ღვთისმიერი ხალხის აღსანიშნავად, ღვარდლს ბოროტი ხალხის, თესლს სიტყვის, ეკლებს ცხოვრებისეული საზრუნავის, მკას ქვეყნიერების დასასრულის, მომკელებს კი ანგელოზების აღსანიშნავად და სხვა. ახალი აღთქმის სრული თვალსაზრისით ნათელი ხდება, რომ ტალანტები ქარიზმას, ანუ ჩვენს ღვთივბოძებულ ნიშს წარმოადგენს. ამ ამბის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია მსახურთათვის განსხვავებული თანხების დარიგება. ამ ფაქტს შემდეგში დაწვრილებით განვიხილავთ, მაგრამ სწორედ ამის გამო უწოდეთ ჩვენზე მინდობილს სხვადასხვა ნიჭი, ზოგს ერთი აქვს, ზოგს ორი და სხვებს უფრო მეტი. სხვადასხვა ოდენობა ასევე წარმოადგენს ნიჭების განსხვავებულ ზომას. მოდი გულწრფელები ვიყოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც სხვებზე გაცილებით დიდი ნიჭი აქვთ. ბევრი კარგად მღერის და ყველა მათ მსმენელს შთააგონებს. თუმცა ყველა მათგანს როდი აქვს სელინ დიონის ან ანდრეა ბოჩელის დონის ხმა. ამრიგად თუ კუთხეში მიმაყენებთ, ვიტყვი რომ თითოეული ტალანტი წარმოადგენს გარკვეულ ნიჭს, ან უფრო მარტივად შეიძლება წარმოადგენდეს ნიჭის სიდიდეს. მოდი გავაგრძელოთ. 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა იშრომა და დამატებით 5 მოიგო. 2-ის მიმღებმაც 2 სხვა მოიგო. ხოლო 1-ის მიმღები წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. მათეს სახარების 25 თავის მე-16-დან მე-18 მუხლის ჩათვლით. ნება მომეცით, რომ ეს იგავი გავასულიერო და მსახურებს სახელები დავარქვა. პირველ მსახურს ელისონი ვუწოდოთ, მეორეს ბობი, ხოლო მესამეს ლარი. ედისონმა 5-ით დაიწყო და მისთვის მიცემული გაამრავლა. ბობმა მისი 2 გაამრავლა და 4-ით დაასრულა. ლარის მინდობილი ნიჭი არ გაუმრავლებია, არამედ შეინარჩუნა. მოდი ნათლად გამოვსახოთ მიღებული. ელისონი 5 გამრავლებული 2-ზე უდრის 10-ს. ბობი 2 გამრავლებული 2-ზე უდრის 1-ს. ლარი 1 უდრის 1-ს. აქედან მოყოლებული წმინდა წერილის მუხლებში აღწერილ მსახურებს კვლავაც ამ სახელებით მოვიხსენიებ. სამსჯავრო. ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია იესოს მიერ გამოკვეთილი სიტყვისათვის ყურადღების მიქცევა, კარგა ხნის შემდეგ. ამბავი მოგზაურობის აღწერით იწყება და იესო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. მათეს სახარების 25 თავის მე-19 მუხლი. ანგარიში, რომელიც ბატონმა თითოეულ მნე მონას მოჰკითხა, ჩვენს სამსჯავროს წარმოადგენს, თუ როგორ განვკარგეთ მინდობილი ნიჭები. მოდი პირველად ელისონის შემთხვევა განვიხილოთ. ელისონი, რომელსაც მან ვერცხლით სავსე 5 ტომარა მიანდო, წინ გამოვიდა და კიდევ 5 დაამატა. ბატონო, 5 ტომარა ვერცხლი მომეცი დასაბანდებლად და კიდევ 5 მოვიგე. მოისმინეთ ბატონის განსჯა. ბატონმა დიდად შეაქო იგი. კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ. მცირედზე ერთგული იყავი, ამიტომ უფრო მეტ პასუხისმგებლობაზე დაგაყენებ. მოდი ერთად ვიზეიმოთ. მათეს სახარების 25 თავის, მე-20 და 21 მუხლი. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს. ბატონმა თქვა, ერთგული იყავი. როგორც არ უნდა დაანაწევროთ ბატონის პასუხი, სხვა განმარტებას ვერ მიაგნებთ. იესო მაშკარად დაუკავშირა ერთგულება გამრავლებას. ხელახლა გადაიკითხეთ ბატონის კომენტარები. იქ არაფერია ხაზგასმული ელისონის ნამოქმედარიდან. მას არ უთქვამს, რომ ქალი მტკიცე, სანდო, მიძღვნილი, მართალი ან რომელიმე სხვა თვისებებით შემკული იყო გარდა ერთგულებისა. არასწორად ნუ გამიგებთ, ყველა ეს აღმაფრთოვანებელი თვისება ერთგულებას აღწერს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ნახსენები ან ხაზგასმული. ბატონს არც მისი მნეობის რომელიმე საქებარი მხარე, მოქმედება ან შედეგი წამოუწევია. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ელისონმა ტალანტები გაამრავლა. ამრიგად იგი ერთგულებას უშუალოდ გამრავლებასთან აკავშირებს. ანალოგიური ხდება ბობის შემთხვევაშიც. დაკვირვებით წაიკითხეთ მისი ამბავი. ბობი, რომელმაც ვერცხლის 2 ტომარა მიიღო, წინ გამოვიდა და თქვა: ბატონო, 2 ტომარა ვერცხლი მომეცი დასაბანდებლად და კიდევ 2 მოვიგე. ბატონმა თქვა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ. მცირედზე ერთგული იყავი, ამიტომ უფრო მეტ პასუხისმგებლობაზე დაგაყენებ. მოდი ერთად ვიზეიმოთ. მათეს სახარების 25 თავის, 22 და 23 მუხლები. ვიმეორებ, რომ იესო პირდაპირ აკავშირებს ერთგულებას და გამრავლებას. სხვა არც ერთი მოქმედება, სათნოება ან შედეგი არ არის გამოკვეთილი. იესოს არ სურს, რომ დაკნინდეს ის, რაზეც ბატონი ყურადღებას ამახვილებს, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ამ კაცმა მისთვის მინდობილი გაამრავლა და ეს ერთგულებაში ჩაეთვალა. ასევე ბობის შექება სიტყვასიტყვით იმეორებს ელისონის მიმართ ნათქვამს. ეს აცხადებს, რომ სამსჯავროზე ჩვენი გამრავლების მაჩვენებელი ჩვენ მიერ გაწეულ შრომაზე იქნება დაფუძნებული. იესო ერთნაირად კმაყოფილი იქნება ჩვენით, რამდენი და რა სიდიდის ნიჭიც არ უნდა გქონდეს. მთავარია, ვამრავლებთ თუ არა მას.
თვალსაჩინო ნიმუშია დიასახლისი, რომელმაც საკუთარი ნაყოფიერება გაამრავლა. მას ისევე შეაქებენ, როგორც ბიზნესის გამამრავლებელ მეწარმეს, რომელიც ფინანსებს იღებს ცათა სამეფოსთვის. ახლა ჩვენი ყურადღება ლარის მივაპყროთ. შემდეგ მოვიდა ლარი ერთი ტომარა ვერცხლით და თქვა: ბატონო, ვიცოდი რომ კაცრი კაცი ხარ, იმ კი სადაც არ დაგითესავს და კრებ სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს. მათეს სახარების 25 თავის, 24 და 25 მუხლები. სანამ ლარის სასამართლოზე გადავიდოდეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამოვკვეთოთ. პირველი, ლარიმ არ გაამრავლა. მან შეინარჩუნა მისთვის მინდობილი. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ მიზეს, რის გამოც ასე მოიქცა. პირველი, ის არ იცნობდა ბატონის ბუნებას და არასწორად მიიჩნია სასტიკ ადამიანად. სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მორწმუნეებისათვის მრავალწლიანი მსახურების და ჩემი ღვთისწინაშე სიარულის განმავლობაში შევნიშნე, რომ ნაყოფიერების უმთავრესი დამაბრკოლებელი ღვთის ბუნების უცოდინარობაა. ამას დაწვრილებით განვიხილავ ერთ-ერთ თავში. როცა ეს საკითხი არასწორად გვესმის, ხშირად ვეფარებით გამრავლებაში წარუმატებლობის უკან მდგარ შიშს. ლარის ეშინოდა. შიში, სიმხდალე და მეტის სიფრთხილე ღვთის ნამდვილ ნიჭებს კეტავს ჩვენს ცხოვრებაში. ეს პირველწყაროდან ვიცი, რადგან ამით წლების მანძილზე ვიტანჯებოდი. ამ საკითხსაც დაწვრილებით განვიხილავ სხვა თავში. ახლა ლარის გასამართლებას გადავხედოთ. მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნა რა მონავ. მათეს სახარების 25 თავის 26 მუხლი. ოჰო, სანამ გავაგრძელებდეთ, შევჩერდეთ და ეს განცხადება განვიხილოთ. გახსოვდეთ, რომ სამივე და არა მარტო ელისონი და ბობი, არამედ ლარიც მსახურია და არა ვინმე გარეშეთაგანი. მათი ბატონი აფასებს მსახურთა ნაშრომს. ლარის არ მოусმენია კარგი კეთილო და ერთგულო მონა წინა ორი მსახურის მსგავსად. ამის ნაცვლად მან გაიგონა ბოროტო და უქნა რა მონა. ამან ნამდვილად უნდა მიიპყროს ჩვენი ყურადღება. იესო გადარჩენაზე არ ლაპარაკობს, არამედ განაჩენზე მინდობილი ნიჭების გამოყენების გამო, დაჯილდოებაზე ან დაზარალებაზე. მოდი კარგად დავაკვირდეთ ბატონის მკაცრ სიტყვებს. ჯერ უფრო ადვილად მოსანელებელი სიტყვით დავიწყოთ. ზარმაცის აღნიშნული ბერძნული სიტყვა გახლავთ ოკნეროს. იგი განისაზღვრება როგორც ზოზინა, ნელი, ზანტი და ზარმაცი. სხვა ლექსიკონი ასე განმარტავს: უკავშირდება რაიმე ღირსეულ საქმეში ჩაბმის მიმართ დაყოვნების ან გაუბედაობის, შესაძლოა მიზანსწრაფულობის ნაკლებობის გამო. ჩემი მეგობარი რიკ რენერი, ბერძნული ენის ექსპერტი, ამბობს, რომ ოკნეროს გადმოსცემს იდეას ადამიანის შესახებ, რომელსაც ცხოვრების მიმართ არაფრის კეთების, ლეთარგიული, სენტიმენტალური, აპათიური, ინდიფერენტული უხალისო დამოკიდებულება აქვს. ამ სამი წყაროდან ვხედავთ, რომ ბერძნული განსაზღვრება ჩვენს თვალსაწიერს აფართოებს და მეტ ინფორმაციას გვაწვდეს. თუ გეშინიათ, იყოფმანებთ ან თავს შეიკავებთ ისეთი საქმიანობისგან, რომელიც უნდა ან შესაძლებელია გაკეთდეს. თუ ლეთარგიული ხართ, გაკლიათ საჭირო საქმის კეთებისათვის საჭირო მამოძრავებელი ძალა. თუ აპათიური ხართ, ამოქმედებისთვისაც კი არ ზრუნავთ. თითეული სურათი ამ ბერძნულ სიტყვას მიესადაგება, მაგრამ მსახურმა აღიარა, მეშინოდა. სიზარმაცის სხვა ასპექტებიც გარკვეულ როლს თამაშობენ მსახურის ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს მაინც შიში გამოდგა დომინანტი ფაქტორი. ოდესმე გიგრძვნიათ რაიმეს კეთების გადაუდებელი საჭიროება. უბრალოდ ვერ დაგიძრავთ ადგილიდან, განსაკუთრებით ლოცვაში, მაგრამ დიდხანს ყოყმანობდით წარუმატებლობის შიშით. გინახავთ, როგორ აკეთებდა იგივე სხვა ადამიანი. შემდეგ კი გიფიქრიათ, მე მომივიდა ეს იდეა და უნდა მემოქმედა. აი სწორედ ეს მოუვიდა მსახურს. იგი ყოყმანობდა და ფერხდებოდა არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მთელი მნეობის პერიოდის განმავლობაში. ეს მისაღებია ერთხელ და ორჯერ, რადგან ყველანი ვიზრდებით ასეთ ვითარებაში, თუმცა ყოყმანთან დიდხანს თამაში მოქმედების ნიმუში ხდება, რომელიც საბოლოოდ სრულად აცდენას და უნაყოფო მნეობას მოიტანს. როცა უფალმა პირველად მიმითითა წერის დაწყებაზე 10 თვე ყოყმანობდი. წერის მეშინოდა. სკოლაში დროდადრო წარუმატებელი ვიყავი. კოლეჯში ერთი კურსელი მყავდა, რომელიც ჩემს ნაწერს ყველას წინაშე აკრიტიკებდა. დავალების ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ ერთმანეთის ნაშრომების წაკითხვა და საკლასო დისკუსიის დროს ჩემი კურსელი ხმამაღლა გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას პროფესორის წინაშე. ერთადერთი სტუდენტი გახლდით, რომელიც თანაკურსელისგან კრიტიკის ქარცეცხლში ექცეოდა. ჩემში ის მყარი საფუძველი გააჩნდა. საშინელი შეფასებები მქონდა SAT და AST ტესტებში. უამრავი მასწავლებელი უარყოფითად მაფასებდა. ცუდი ნიშნები და კრიტიკოსი თანაკურსელი მყავდა. ერთი სიტყვით, ისტორია ჩემს მხარეს არ იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ განამტკიცებდა ჩემს ყოყმანს.
წიგნის დაწერა უამრავ დროს მოითხოვდა და დრო მნიშვნელოვანი გახლდათ. ეს საქმე ჩემს ძალისხმევას შეასუსტებდა და მოაკლებდა ჩვენს მზარდ და ახალ მსახურებას. ამრიგად, ღვთის მითითების დასამორჩილებლად, ყველა ეს დიდი შიში და მღელვარება გვერდზე უნდა გადამედო. რა მოხდებოდა დიდხანს რომ მე ყოფმანა და არ დავმორჩილებოდი? შედეგი ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორც უფალმა მითხრა ადრე ნახსენები ორი ქალის პირით. იგი ამ ნიშს სხვას მისცემდა, ასე ვთქვათ, ელისონს, რომელიც მისიას აღასრულებდა. ის მიიღებდა ჩემს დავალებას. სად ვიქნებოდი დღეს? ხომ არ დავასრულებდი ზარმაცის წოდებით სამსჯავრო ტახტთან? ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჩემი ხვედრი წიგნების წერაში იყო გახვეული. ჩემთვის რომ გეთქვათ 20-დან 30 წლის ასაკში, ჯონ, ღმერთი მსოფლიოს ერებში გაგაგზავნის შენი წიგნების მეშვეობით, ოთახიდან სიცილით გამოგძახებდით, ხომ არ გაგიჟდით? სამფურცლიანი თემის დაწერაც კი არ შემიძლია. თუმცა ახლა წიგნები ბესტსელერებად იქცა როგორც ქვეყნის, ისე მსოფლიო მასშტაბით. 100-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და ათეულ მილიონობით ტირაჟით არის გამოცემული. რა მოხდებოდა ღმერთს რომ არ დავმორჩილებოდი? შიშისთვის უკან დახევის უფლება რომ მიმეცა. ძრწოლა მიტანს, როცა ჩემი დაკარგული შესაძლებლობის მასშტაბზე ვფიქრობ. ახლა ყურადღება გავამახვილოთ უფრო რთულ სიტყვაზე, რომელიც ბატონმა მესამე მსახურს უთხრა. სიტყვა ბოროტი შესაძლოა ძალიან მკვეთრი იყოს, მაგრამ იესოს სიტყვებს დაუდევრად არასდროს წარმოთქვამდა. ბოროტის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა გახლავთ პონეროს. ის განისაზღვრება როგორც სერიოზული ნაკლის მქონე და საბოლოოდ გამოუსადეგარი. იგი სრულიად ჯდება ლარის აღწერილობაში იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოეპყრო მისთვის მინდობილს. ეს არაფრით განსხვავდება პავლეს დასკვნისგან ვაიმე, თუ ის ღვთის ნიჭს არ უერთგულებდა მის ცხოვრებაში. ბატონის ბუნებაზე ლარის არასწორი შეხედულება სერიოზული ნაკლი იყო, რამაც მისი შიში გამოყვება. იგი უვარგისი გამოდგა მინდობილი ნიჭის ამოქმედების საქმეში. ეს ძალზე მკაცრი განცხადებებია, მაგრამ თუ ნიჭის გამოუყენებლობის პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით პავლეს სიტყვებსა და ლარის ქცევას შევადარებთ, ჭეშმარიტება ჟღერს. ნება მომეცით ნათელი დასკვნა გავაკეთო, რომ ეს არ ეხება ჩვენს გადარჩენას, არამედ ჩვენზე მონდობილი ნიჭების განკარგვას. ღვთის თვალსაზრისი ასეთია. ვინც ამრავლებს, კარგი და ერთგულია. ვინც უბრალოდ ინარჩუნებს, მას სერიოზული ნაკლი აქვს, ამიტომ უვარგისები და ზარმაცები არიან. შესაძლებელია თუ არა, რომ ერთგულებაზე ჩვენი შეხედულება არასრული იყოს. იფიქრეთ ამ მაგალითზე. არის ერთი ბიზნესმენი, რომელიც ძლიერი და მზარდი ეკონომიკის არეალში ცხოვრობს. მას მამისგან მემკვიდრეობით ერგო პატარა მაღაზია, რომელიც მოგებას იძლევა, მაგრამ არ იზრდება. კაცს აქვს ქალაქის სხვა რაიონებში ახალი ფილიალების გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ სამეწარმეო ნიჭის ქონის მიუხედავად, გაფართოებას არ აპირებს და კმაყოფილია კომფორტული ცხოვრებით. ახლა ნება მომეცით ექსპერიმენტს მივმართო. იგავში ლარის სასჯელის ფონზე ორი მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ. საჭიროა თუ არა ბიზნესმენმა თავისი ნიჭი გამოიყენოს ახალი ბაზრის ასათვისებლად ცათა სამეფოს მშენებლობის მიზნებისთვის. არის თუ არა უსაფრთხოებაში დარჩენის ტაქტიკა ორგული მსახურის შენარჩუნების სტრატეგიის ანალოგიური. იგივე კრიტერიუმს ვიყენებთ ერთგულების შესაფასებლად, როგორცაც იესო. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენს მოსაწონი ცხოვრება აქვს, უმთავრესი კითხვა ეს გახლავთ: ამრავლებს ნიჭებს თუ მხოლოდ ინარჩუნებს მათ? ტრფელები ვიყოთ შეფასებაში. ერთგულებას მარტო სანდოობით ვზომავთ თუ გამრავლების ფაქტორით? გულმოდგინება გაფართოების გარეშე? თანმიმდევრულობა ზრდის გარეშე? ხომ არ ავწდით ერთგულების მნიშვნელობის სრულ სურათს, რომ უნდა ვამრავლოთ ნებისმიერი ნიჭი? ინაყოფიერეთ და იმრავლეთ გახლდათ ღვთის პირველი მცნება კაცობრიობისათვის, როცა მან მამაკაცი და ქალი დედამიწაზე მოათავსა, დაბადების პირველი თავის 28-ვე მუხლი. რასაკვირველია, მისგან შვილების გაჩენისა და დედამიწაზე განსახლების მითითებაც მივიღეთ, მაგრამ ამაში უფრო მეტი იგულისხმებოდა. რასაც ღმერთი თქვენს მზრუნველობას მიანდობს, მას გამრავლებული უნდა დავუბრუნოთ. კვლავ წარმოება უნდა მოვახდინოთ გამრავლების მეშვეობით. იგავში ტალანტებზე იესო გამიზნულად იყენებს დაბადების წიგნის გამრავლების მცნებას მონდობილ ნიჭებთან დაკავშირებით. არა თქვენი უნარით. თავს უხერხულად გრძნობთ? ალბათ კი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღვთის მადლია ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ამის გაკეთებას საკუთარი ძალით არ გთხოვენ, არამედ ღვთის ქარის და ქარიზმით. ჩემი სათქმელის დაწერის მიზანი თქვენი დამწუხრება კი არა, ღვთისგან ბოძებული პოტენციალის გაცნობა და მისი მადლისა და სხვადასხვა ნიჭისადმი რწმენის გაღვივებაა. არ მინდა მეტისმეტად მძიმე ტვირთი დაგადოთ. პავლეს სამჯერ შეევედრა ღმერთს, რომ მისი ტვირთი შეემსუბუქებინა, მაგრამ ნახეთ, რას პასუხობს უფალი. საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებაში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის, ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. კორინთელთა მიმართ მეორე წერილის მე-12 თავი, მე-9 მეათე მუხლები. ბერძნული სიტყვა უძლურების ერთ-ერთი მნიშვნელობა შეზღუდვები გახლავთ. მე და თქვენ ერთადერთი არ ვართ, ვინც ზოგჯერ დათრგუნულია. ყველას გვაქვს გარკვეული შეზღუდულობა მოციქულ პავლეს მსგავსად. იგი წინააღმდეგობასა და ფიზიკურ დევნაზეც მიუთითებს მუხლის სპეციფიკურ კონტექსტში, რომელსაც ყველა ქალაქში აწყდება, იხილეთ თავით 11. მაგრამ ეს ჭეშმარიტება შესაძლოა იმ დაბრკოლებებს ან უძლურებებს ასახავდეს, რომელთაც შესასრულებელი დავალების სიმძიმისას ვხვდებით. სირთულემ ჩვენი გადაწყვეტილება კიდევ უფრო უნდა გაამტკიცოს და ღვთის ძალას დავეყრდნოთ. როცა ჩვენს გონებას შეზღუდვების ხმამაღალი ყვირილი ესმის, ღვთის აღთქმებზე უნდა ვილაპარაკოთ. მეტისმეტად ხშირად ხომ არ ვუსმენთ საკუთარ თავს ნაცვლად იმისა, რომ აქეთ ველაპარაკოთ. პავლემ ღმერთს სამჯერ სთხოვა ჩარევა და ყოველ ჯერზე იგი ქარის ახსენებდა. მესამე თხოვნისას პავლემ გამოცხადება მიიღო. მან გააცნობიერა, რომ შევიწროებები ღვთის მადლის და ბოძებული ნიჭების რწმენის აღძვრას ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ პავლე ღმერთო განმაშორე მოტივიდან ხალისით დავეკვეხნი უძლურებაში ტალღაზე გადაერთო. ნუ თუ მართლა უხაროდა. დიახ. ახლა მან გააცნობიერა, რომ გამოწვევის სიდიდისას ღვთის ძალა კიდევ უფრო მეტად ჩნდება მის ცხოვრებაში, თუ ირწმუნებს. აი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. გასამრავლებელ მადლთან მისადგომელი მხოლოდ რწმენის მეშვეობით გვაქვს. პავლე წერს, რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რომელთა 5:2. ეს ასე წარმოიდგინეთ, რწმენა მილია, რომელიც თქვენს გულს გამრავლებისათვის საჭირო მადლს აწვდის. როცა აქ ამ სიტყვას ვისმენთ, ჩვენი რწმენა, ანუ მილი, უნდა გაფართოვდეს და არა შეიკუმშოს. თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ გვეუბნებიან, რადგან კი გვეხარა როგორც მათ, მაგრამ მოსმენელ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა. სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნენი. ებრაელთა მე-4 თავის მეორე-მესამე მუხლები. ნუ წაიკითხავთ უსარგებლოთ, არამედ რწმენას შეურიეთ. ღვთისგან წამოსულმა სიტყვამ ორი რამ მოიტანა ისრაელის ცხოვრებაში. იგი სასარგებლო იყო მოსეს, იეშუანავის ძესა და ქალებისათვის. ისინი გაძლიერდნენ მისი დადებითი კუთხით დანახვის გამო. იგივე სიტყვა უსარგებლო აღმოჩნდა სხვა ისრაელიანებისათვის, რადგან უარყოფით ჭრილში შეხედეს. ეს არის განსხვავება რწმენასა და ურწმუნოებას შორის. დარწმუნებულები იყავით, რომ ღმერთმა თქვენს უნარებზე გაცილებით მეტი მოგმადლად. მას არ მოუწია ძალისა და გაძლიერების მეტი ვარიანტი, გარდა მის მადლზე მინდობისა. როცა ამას გააკეთებთ, ნამდვილ სიმშვიდეში შეხვალთ, შეწყვეთ საკუთარი ძალისხმევით შედეგების მიღების მცდელობებს. რაში მდგომარეობს ეს სიმშვიდე? ეს გახლავთ ღვთიურ უნართან თანამშრომლობა თქვენი მისიის აღსასრულებლად. როცა სიმშვიდეში შეხვალთ, ღმერთი წაგმართავთ გამრავლებისკენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დავითს ღვთის გულის სანდომი კაცი ეწოდა. იგი ღვთიურ ძალაზე იყო დამოკიდებული და არა თავისაზე. იგი გამუდმებით იმეორებდა, ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი, ფსალმუნი 27 პირველი მუხლი. ყველაფერში, რასაც ის აკეთებდა, იყო მთავარი გამსაზღვრელი. დავითი ღვთის ძალას ეყრდნობოდა მასში და მისგან. სწორედ ამიტომ ეუბნება პავლე თავის სულიერ შვილს ტიმოთეს, რომელიც შიშსა და სიფრთხილეს ებრძოდა. ხოდა ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის. ტიმოთეს მიმართ მეორე წერილის მეორე თავის პირველი მუხლი. ამ მიზეზის გამო მიუძღვენი წიგნის მეორე და მესამე თავები ქარის და ქარიზმას მტკიცეთ დაფუძნებას, სანამ ტალანტების შესახებ იგავზე გადავიდოდი. დამთრგუნველი და გულის ამაცრუებელია მნეობის საკუთარი ძალით გაწევა. გთხოვთ, არასოდეს დაივიწყოთ, თქვენი მოწოდება თქვენს ბუნებრივ შესაძლებლობას აღემატება. იქნება ამის გამო გვეუბნებიან, ნახეთ ძმებო, ვინახართ მოწოდებულნი, ბევრი არ არის სორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული, არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი და წუთისოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი და არ არსებული, რათა გააუქმოს არსებული, რომ ვერცერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის პირველი თავის 26-დან 29 მუხლის ჩათვლით. რატომ ხდება ასე? რატომ არის მოწოდებული მხოლოდ რამდენიმე ბრძენი, ძლიერი და წარჩინებული? იქნებ იმიტომ, რომ ბუნებრივი ნიჭის მქონე ადამიანებისათვის ადვილია წარმატების მიღწევა საკუთარი ძალებით? ისინი უგუნურები არიან. ისინი თავიანთ თავს სხვებს ადარებენ და იმარჯვებენ. ამის ნაცვლად მათ საკუთარი თავის შემოქმედის მოწოდების სინათლეზე უნდა დაინახონ. პავლე მათგან განსხვავდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოქცევამდეც თანამედროვეებთან შედარებით ბრძენი და წარჩინებული იყო, დადგა დრო, როცა ყველა ბუნებრივი უნარი ნაგვად ჩათვალა თავის ცხოვრებაში ქრისტეს ძალის შესაცნობად. ის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი გახლდათ, ვინც ბუნებრივი სიბრძნის ქონის მიუხედავად ისწავლა თავის უგუნურად მიჩნევა ქრისტეს სიბრძნესთან შედარებით. იხილეთ ფილიპელთა მიმართ წერილის მესამე თავის მე-4-დან მე-11 მუხლის ჩათვლით. სოციალური თუ კაპიტალისტური. მოდი იესოსი გავით გავაგრძელოთ. თითქოს შეუძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერი და გამაოგნებელი ჩანს. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს. მათეს სახარების 25 თავის 22 მუხლი. მოიცადეთ, ახლა სწორად წავიკითხეთ. ბატონი ბრძანებს, რომ ვერცხლით ანუ ტალანტით სავსე ტომარა ლარის წაართვან და ელისონს მისცენ. მოდი ნათლად გადმოვცეთ ეს ყველაფერი. ელისონი 5 გამრავლებული 2-ზე უდრის 10 პლუს 1 და ჯამში 11. ლარი 1 მინუს 1, რომელიც ელისონს გადაეცა, უდრის 0. ელისონმა 11-ით დაასრულა, ხოლო ლარიმ 0-ით. ერთხელ დილის ლოცვისას გულში გამაოგნებელი რამ მოვისმინე. ნება მომეცით ამაზე ყურადღება გავამახვილო. გარკვეული დროის განმავლობაში ტალანტების იგავზე არ მიფიქრია. იმ დილას სულიწმინდის ხმა გავიგონე. შვილო, ჩემი აზროვნებით უფრო კაპიტალისტი ვარ თუ სოციალისტი. რა? ამ სიტყვების გაგონებისთანავე წარბები მაღლა ავწიე, მაგრამ საკმაოდ რო დავყავი მასთან ერთად სიარულში, რომ მცოდნო და როდის გვიმხელს ისეთ საკითხებს, რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს. ხშირად ეს რეალურ ან ნორმალურ აზროვნებას ეწინააღმდეგება, ხოლო ზოგჯერ აბსურდულიც გვეჩვენება. იმ დროს მისი სიტყვები მართლაც აბსურდულად მივიჩნიე. გარკვევა ვთხოვე, რადგან ჩემი აზრით ღმერთი უფრო სოციალისტი უნდა ყოფილიყო მისი საქმეებიდან გამომდინარე. მან იგავი გამახსენა და მაჩვენა, რომ სოციალისტური აზროვნების ქონის შემთხვევაში იქ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. ამბავი ასე დაიწყებოდა. სამივე ერთი და იგივე ოდენობის ტალანტებს მიიღებდნენ. ელისონი 3, ბობი 3, ლარიც 3. ელისონი და ბობი ერთგულები იქნებოდნენ, გაამრავლებდნენ, ხოლო ლარი უარგისობისა და სიზარმაცის თვისებების შესაბამისად მოიქცეოდა. შედეგები ასეთი იქნებოდა. ელისონი 3 გამრავლებული 2-ზე უდრის 6. ბობი 3 გამრავლებული 2-ზე უდრის 6. ლარი 3 უდრის 3-ს. სავარაუდოდ სოციალისტი ღმერთი ასე იზამდა. ელისონი 6 მინუს 1 უდრის 5-ს. ბობი 6 მინუს 1 უდრის 5-ს. ლარი 3 პლუს 1 ელისონისგან და კიდევ პლუს 1 ბობისგან უდრის 5-ს. ყველა 5 ტალანტით დაასრულებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ღმერთმა ლარის ის ერთი მონეტა ვერცხლით გამოართვა და იმას მისცა, ვისაც 10 ჰქონდა. რატომ? იესო ასე განმარტავს, ვინაიდან ყოველ მქონებელს მიეცემა და ჭარბად ექნება, ხოლო უქონელს, ვინც მხოლოდ ინარჩუნებს, ისიც წაერთმევა რაც აქვს. მათეს სახარების 25 თავის 29 მუხლი. არ ვამბობ, რომ ღმერთი კაპიტალისტია, არა, არასოდეს. უბრალოდ კაპიტალიზმი განსაკუთრებით კი აქ უფრო შეესაბამება მის აზროვნებას ვიდრე სოციალიზმი. ამერიკისა და სხვა ქვეყნების ახალგაზრდობა 21 საუკუნეში სოციალისტური აზროვნებით გაზარდეს. სოციალიზმი არაა ღვთისმიერი და სასარგებლო, ფაქტობრივად ის ღვთიური სიბრძნის საწინააღმდეგოდ მიდის. ეს ანტიქრისტეს სულია და საყოველთაო სიკეთით ინიღბება, რომელსაც სიზარმაცის წახალისება და გულმოდგინების, წარმატებისა და სიუხვის დასჯა სურს. ღვთიური გზის თანახმად უფრო მეტად ჯილდოვდება ის, ვინც ამრავლებს და ღმერთს სიუხვესთან არანაირი პრობლემა არ აქვს. იესო ამბობს, უხვად გექნებათ. მას სურს, რომ უხვად გქონდეს თუ ჩვენი გულით სათასამეფოს აშენებს და სიუხვეს სხვებისთვის იყენებს. ალბათ ადრეც გაგიგონიათ ასეთი განცხადება, ღმერთი სიუხვის წინააღმდეგი არ არის. ის წინააღმდეგია, რომ სიუხვე ჩვენ გქონდეს. ეს ჭეშმარიტებაა. ვისი გულით სავსეა ღვთიური მოშურნეობით, უხიმარაგის მოგროვებით კმაყოფილებას არ განიცდის. ეს ღმერთთან ერთად სიარულისა და მისგან მოცემული სიუხვის სათასამეფოსათვის გამოყენებიდან მოდის. ასეთი ადამიანებისათვის სიუხვე სხვების შენების იარაღია და ცხადია, თუ ბრძენები ვართ, სამუშაო იარაღს არ შევიყვარებთ. მნიშვნელოვანია გავჩერდეთ და ერთი არსებითი ჭეშმარიტება აღმოვაჩინოთ. ღარიბებზე უნდა ვიზრუნოთ, ვინც შრომის უუნაროა, ან დაწყებისათვის ბიძგი სჭირდება. პავლე წერს, ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს, ვინაიდან ვისაც გონია, რომ რამეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს. გალატელთა მე-6 თავის მე-2-3 მუხლები. როცა პირველი ეკლესიის ლიდერები შეიკრიბნენ, გააცნობიერეს, რომ განსხვავებული დავალებები და მცირე საკითხებში უთანხმოებაც ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, საერთო აზრით გაჭირვებულთა დახმარების პასუხისმგებლობა იტვირთეს. პავლე წერს,
ოღონდ უნდა გხსომებოდა ღატაკები, რასაც ისედაც ვესწრაფოდი, გალატელთა მეორე თავის მეათე მუხლი. ამ განცხადების შემდეგ მნიშვნელოვანია მართლა გაჭირვებულსა და ზარმაცის ერთმანეთისაგან გამორჩევა ვისწავლოთ. სოციალისტური მიდგომით ზარმაცსა და ღარიბს ერთნაირი წილი უნდა მიეცეს. თუ ზარმაცთა კატეგორიას ხელს გავუმართავთ, ამით მათ ჩვენზე დამოკიდებულებს გავხდით. ჩვენი მიზანია ყოველთვის მივმართოთ ადამიანები მათი ღვთისმბოძებული ნიჭებისკენ, რომ ისინიც აყვავდნენ და ცათასამეფო აშენონ. პრაქტიკული გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ნიჭების ფლობისა და მათი გამრავლებისათვის გამოყენების ფაქტი. თუ ღმერთი გიყვართ, გულმხურვალებით მოისურვებთ ნიჭის მის სადიდებლად გამოყენებას. ჩემი მთავარი მიზანი თქვენი გამოღვიძებაა შინაგანი სურვილებისა და პოტენციალის დასანახად. თქვენ მიზანმიმართულად შექმნეს გარკვეული მიზნისთვის. თქვენ გაქვთ ჩვენი მეფის სადიდებლად მოცემული გამრავლების უნარი. ეს გახლავთ ამ თავის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა. ახლა, როცა ტალანტებზე იგავი გავიგეთ და იმასაც მივხვდით, რისი წარმოჩენა სურს, მზად ვართ პრაქტიკულ საკითხებზე გადასასვლელად. როგორ მოხდება ეს? როგორ გადავიტანოთ განხილული საკითხი ყოველდღიურ ცხოვრებაში? ჩვენი მოგზაურობა ამ მიმართულებით მომდევნო თავში გაგრძელდება.